Kolegivo მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. Უპირველესყოლისა მოგესალმებით ყველას პირველ სასესიო კვირაში, რომელიც ხვალ გაიხსნება საგაზაფხულო სესია. წინ არის საგაზაფხულო სესიის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია პარლამენტმა გამომდინარე იმ წინასაარჩევნო პროგრამიდან, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა წარდგენილი, რომელმაც მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო ამ პროგრამის განსახორციელებლად, საკანონმდებლო უზრუნველყოფა გააკეთოს ყველა საკითხის, ასე რომ გვექნება საინტერესო და დატვირთული საგაზაფხულო სესია. ამას გარდა მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის მონაწილეობას და მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ, ამავე დროს ხაზგასასმელია და მინდა ამიტომაც მადლობა გადაუხადო დელეგაციას და მის ხელმძღვანელს ქალბატონ თეატრულუკიანს, რომ ცდილობა რომ არ ეღიარებინათ დელეგაციის მანდატები და ამითი გარკვეულწილად ჭრილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, ეს ცდილობა ჩაუვარდა ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ შორის ზოგიერთ უცხოურ ჯგუფებს პოლიტიკურს, რომელიც ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ და ეს ცდილობა ჩავარდა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად და დელეგაციის უფლებამოსილება იქნა ცნობილი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა დათქმები, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე დელეგაციამაც გააკეთა განცხადება, მეც მქონდა ამაზე განცხადება, რომ ასეთ პირობებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მიმუშავებთ ასამბლეის ფარგლებში და მნიშვნელოვანი არის, რომ საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდეს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც დემოკრატიის და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი პატივი არ ეცა არსა, თუკი პატივი არ ვეცით ერთმანეთის სუვერენიტეტს, არ ვეცით პატივი ხალხის ნებას, რომელიც არჩევნებში გამოიხატება, მაშინ რა თქმა უნდა, რთული არის ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომელზეც დამყარებული არის თანამედროვე სამყარო. ამიტომ აქაც შესაბამისი გადაწყვეტილება იყო გახმოვანებული, რომელზეც დღეს გვექნება ასევე საუბარი ბიუროს ხდომის ფარგლებში. რაც შეეხება ჩვენს სასესიო კვირას, იცით რომ რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას და იმ დღეს, როგორც იცით, პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად სხვა საკითხები არ განიხილება, ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი პრეზიდენტის მოხსენების სახით. შემდეგ უკვე 4 შაბათი და 5 შაბათი გვექნება საკანონმდებლო პროცესი, კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ნახოთ, როგორი ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ამ გადმოსახიდან ვარაუდობ, რომ პარასკევი ალბათ სესიისთვის შეიძლება არ დაგვჭირდეს, თუმცა ნახოთ, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას. ანუ წინასწარი შეფასებით სამშაბათი, ხუთშაბათი იქნება საპარლამენტო სესია. კარგით, გადავიდეთ ბიუროს დღის წესრიგზე. განსახილველ საკითხებში მოგახსენეთ უკვე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. მეორე საკითხად გახლავთ ჩვენი კოლეგის ირაკლი ბერაიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ვიყენებ ამ საშუალებას და აქედან ბიუროდანაც მიულოცავ მას იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნოს და უსურვებ წარმატებულ საქმიანობას. მესამე საკითხად ბავშვთა უფლებათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი განსახილველ საკითხებში. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. აქ ახლავთ პირველი პაკეტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცემა საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტს. მე გახლავართ ინიციატორი და მე წარვადგენ ამ ცვლილებებს. შემდეგი საკითხი გახლავთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება. აქ დაჩქარებული წესით ითხოვს ინიციატორი
განხილვას და გთხოვთ ამას კენჭი უყაროთ. მადლობა. გადაეცემა იურდულს წინას დიახ, წინას აკითხეს გთხოვთ ასევე რომ კენჭი უყაროთ. მადლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. შემდეგი საკითხი გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ პაკეტი. ესეც დაჩქარებული წესით განიხილება და გთხოვთ აქაც თქვენს ხარდაჭერას. მადლობა. ესეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. დადგენილების პროექტი 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ეს მომართვა არის ფრაქცია ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ეს უნდა ავსახოთ პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დასკვნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და დღის უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილება როგორც იცით პირდაპირ. შემდეგი გახლავთ ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან დაკავშირებით. ინიციატივა წამყვანი კომიტეტი აქ არის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო, აგრარული, რეგიონული და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები. დაჩქარებული წესით აქ განხილვა არ არის. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს. პირველი გახლავთ 2025 წელს მინისტრის საათის განრიგი და უნდა დავამტკიცოთ განრიგი, გთხოვთ კენჭისყრით, მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ განხილვის ვადები წინა მოწვევის პარლამენტის კანონპროექტებისა, მეორე საკითხი, მესამე საკითხი, მეოთხე საკითხი, მეოთხე საკითხის ჩათვლით არის და მეხუთე საკითხის მეექვსეც გახლავთ ეს საკითხი მეექვსე საკითხის ჩათვლით გახლავთ კომიტეტების მომართვა წინა მოწვევის პარლამენტში დაინიცირებული პროექტები, რომელიც აქეთ ამ მოწვევაში გადმოვიდა, მათი განხილვის ვადა რომ გაგრძელდეს და გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. მეშვიდე საკითხი გახლავთ ჯანდაცვის კომიტეტის მომართვა საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით, აქაც გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგ გახლავთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების განხილვის ვადის 30 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ აქაც ხარდაჭერას. მადლობა. ინფორმაციის საკითხი, საპროცედურო საკითხი და წესების კომიტეტის მიერ წარმოადგენელი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასევე ცნობად ვიგებთ საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონი ირაკლი ქადაგიშვილის მიერ 2022 წლის 5 ნოემბერს განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით. მე-11 საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა დელეგაციის შემადგენლობის წევრების გამოწვევის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვ რომ ამაზე მოკლედ იქნებ მოგვახსენოთ. მოგესალმებით. ფრაქციებიდან შემოვიდა მოთხოვნა რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოგეხსენებათ ქართულ ოცნებას და ხალხის ძალას აქვს იქ განსაზღვრული კვოტები და თავისი კვოტების შესაბამისად შემდეგი დელეგაციის შემდეგი წევრები ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი გივი მიქანაძე, ქალბატონი მარიამ ლაშხი, ეს სამივე ფრაქცია ქართული ოცნებიდან და ქალბატონი ეკა სეფაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალიდან და ასევე სათადარიგო შემადგენლობიდან ბატონი ლევან მაჭავარიანი, ბატონი რატი იონათამიშვილი და ბატონი ზვია ჩალმბერიძე, ესენიც ყველანი არიან ფრაქცია ქართული ოცნების წევრები, ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან. თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება. ხოლო წევრები არიან გამოწვეული. ხო, მოკლედ დელეგაციის წევრებმა ასევე ინდივიდუალურად მიმართეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილებების ასამბლეაში მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე რაც შეეხება დელეგაციას, მიმართეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომ ფრაქციებმა 7 წევრიდან 6 წევრი იყო ქართული ოცნებიდან, 1 წევრი პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალიდან და ფრაქციებმა და პოლიტიკური ჯგუფებმა გაიწვიეს თავისი წევრები დელეგაციაში და გთხოვთ ხარდაჭერას, რაღაც კენჭისყრა ჭირდება. გმადლობთ და მეც მიმართავ ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზეც შესაბამისად ექნებათ ინფორმაცია
მიწოდებული, რა თქმა უნდა, იმ განმარტებით, რომელიც საჯაროთაც არაერთხელ გაკეთდა, რომ ჩვენ ველით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიის და სუვერენიტეტის პატივისცემაზე არის დამყარებული. შემდეგი ინფორმაციის სახით წარმოდგენილი საქართველოს აქვე რა თქმა უნდა მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რაც შეეხება ევროპის საბჭოს, საქართველო რჩება რა თქმა უნდა ევროპის საბჭოს ერთგული წევრი, ისევე როგორც წლების ათწლეულების განმავლობაში და რა თქმა უნდა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო იქნება ასეთივე ერთგული საკუთარი ვალდებულებებისა, რომელიც გაგოჩნია, ასევე იმ თანამშრომლობისა, რომელსაც ემყარება ევროპის საბჭოში ჩვენი წევრობა. შემდეგი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოქმნილი საქართველოს პარლამენტის 25 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედის საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ინფორმაციისთვის. შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარმოქმნილი ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოქმნილი პირები, კერძოდ ვახტანგ ბურკიაშვილი პრეზიდენტმა წარმოადგინა, როგორც იცით არის 4 ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს სავალდებულო კომიტეტი ამ შემთხვევაში მეგონი არ გვინდა პირდაპირ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, ვინაიდან ეროვნული ბანკი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ქვემდებარია. შემდეგი საკითხი მე-14 გახლავთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოქმნილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს და ბოლო საკითხი გახლავთ მოქალაქის მიერ წარმოქმნილი საკანონმდებლო წინადადება ფიზიკური და კერძოსამართლე იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების და საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონშეცვლებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, ბიუროს საკითხები ამოწურულია, ხვალ ჩვენ ბიურო არ დაგვჭირდება. 12 საათზე გთხოვთ ყველას ვიყოთ სხდომათა დარბაზში. გაიხსნება სესია და გვექნება როგორც თქვი ერთი საკითხი, ეს გახლავთ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. დღევანდელი ბიუროს სხდომა დახურულია. მადლობა.